ძალიან მალე 1 წელი გავა, რაც სწორკვებაზე ვარ და ამ თემას უკვე ვუყურებ როგორც სამაგალითო ცხოვრებას. მანამდე მე შენსავით ბევრჯერ მიცდია მოკლევადიანი დიეტები, ხან შიმშილობა, მაგრამ ვიკლებდი და მალევე ისევ იგივე მდგომარეობას ვუბრუნდებოდი. ვიმატებდი და საბოლოოდ დავედი 72 კილოზე. ხან შიმშილობით დავიკელი, ხან სწორი კვებით და ჯამში დავიკელი 15 კილო. ზოგისთვის ეს კლებაც პრობლემაა, მაგრამ კაი ვთქვათ დაიკელი. მერე უფრო მნიშვნელოვანია როგორ შეინარჩუნო ეს წონა და მთავარია არ დაგიბრუნდეს უკან. და რისი თქმა მინდა ამით, ანუ როგორც წონის კლება სჭირდება ცოდნა თუ როგორ უნდა დაიკლო, ასევე სჭირდება შენარჩუნებას ცოდნა, როგორ დარჩე იმ წონაზე და არ დაიბრუნო უკან ის ზედმეტი კილოგრამები. პირველ რიგში იცოდე, რომ შენარჩუნებაზე უნდა იყოს სულ, ანუ შენი ცხოვრების წესად უნდა აქციო. შენ უნდა გინდოდეს ასე ცხოვრება. ისევ ჩემს მაგალითზე გეტყვი. თუ ადრე ვჭამდი ხაჭაპურს, შემწვარ მოხრაკულებს, ტკბილეულს და ასე შემდეგ, ახლა დამიჯერე მენანება ჩემი ორგანიზმი ამდენი ხნის მანძილზე გაწმენდილი კუჭნაწლავი და სუფთა ორგანიზმი დავანაგვიანო, ანუ მივცე უსარგებლო და არაფრის მომცემი პროდუქტები. განა მინდა და ვითმენ, არა. არ მინდება რომ ვუყურებ. ის თქმა მინდა რომ ამ დროს იცვლები არა მარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც. ეს შენი ენერგია რაც გაქვს, საშუალებას გაძლევს უფრო შორს გაიხედო, ახალი მიზნები დაისახო და იბრძოლო ახალი მომავლისთვის. ანუ გეწმინდება როგორც ორგანიზმი, ასევე გონება. და გინდება შენი გამოცდილება და შენი შედეგი სხვასაც გაუზიარო და დაეხმარო. თუ შენც გინდა ჩამოიყალიბოს სწორი უნარჩვევები და იცხოვრო ჯანსაღად დამიკავშირდი. მე შემიძლია შენი დახმარება. მე გასწავლი არა მარტო წონის კლებას, არამედ დაკლებული კილოგრამების შენარჩუნებას. შენ გეცოდინება როგორ მართო შენი ორგანიზმი, რა მიირთვა, რა არ მიირთვა, რომ დაარღვევ, რა უნდა ქნა, ან თუნდაც მოიმატო დღესასწაულებზე 1-2 კილოგრამი, როგორ დაიკლო ის ზედმეტი წონა. ანუ როცა შენი ორგანიზმის მართვას სწავლობ, შენ მთელი ცხოვრება გააქვს შესაძლებლობა იყო ფორმაში. ეს ხდება ინდივიდუალური მიდგომით, შენზე მორგებული პროგრამით. თუ ეს თემა შენთვის საინტერესოა, დამიკავშირდი პირადში.